პირველი საჯარო კონფლიქტი თუ სისტემური კრიზისის ნიშანი. ახალ ოპოზიციურ ალიანსში პირველი დაპირისპირებების ნიშნები იკვეთება. პოლიტიკური ერთიანობის გამოცდას ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი და ასევე ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი გადიან, რომლებიც ერთმანეთს სოციალურ ქსელში დაუპირისპირდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს, სადაც პარტია ემიჯნება ნებისმიერ თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე და მოუწოდებს ყველა წევრსა და მხარდამჭერს დაიცვან შეთანხმების წესები. რა გახდა საჯარო კონფლიქტის მიზეზი და როგორ აპირებს ახალი ალიანსი თანამშრომლობის გაგრძელებას? თემაზე ჩვენი ჟურნალისტი თამუნა ციკლაური მუშაობს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. თამუნა, გისმენთ. დიახ, როგორ გააგრძელებს ოპოზიციური ალიანსი მუშაობას და რამდენად მყარი არის ზოგადად ეს ერთობა ერთნაირობის გარეშე, რაზეც 8 დღის წინ ისაუბრეს სწორედ 9 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრებმა, მას შემდეგ რაც დაანონსეს ოპოზიციური ალიანსის შექმნა, ბუნებრივია გამოიკვეთება კიდევ უფრო სამომავლოდ, თუმცა პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი დაპირისპირების ნიშნები და ბზარი ამ ერთობა ერთნაირობაში შეიტანეს დღეს პეტრე ცისკარიშვილმა და უკვე მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული და გაკეთებული განცხადების პოსტის ქვეშ უკვე თამარ ჩერგოლეიშვილის პასუხმა და აი ამ დაპირისპირებამ, რაც აშკარად გამოიკვეთა აი ამ კომენტარების ფარგლებში. თავდაპირველად რომ დავიწყოთ ზოგადად საიდან დაიწყო ეს დაპირისპირება და რა გახდა პეტრე ცისკარიშვილსა და თამარ ჩერგოლეიშვილს შორის ამ დაპირისპირების მიზეზი, ეს გახდა პირველ რიგში თავად კონკრეტული წევრების, ამ ალიანსის წევრი პარტიების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან უარყოფა იმის თაობაზე, რომ მათ რაიმე კავშირი ჰქონიათ როდისმე და განსაკუთრებით წარსულში ნაციონალურ მოძრაობასთან, ამ შემთხვევაში კონკრეტულად საუბარია პარტია თავისუფლების მოედნის წევრის ბაკურ კვაშილავას განცხადებაზე, რომელმაც ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში თქვა, რომ მისთვის მიუღებელია ის, რომ მას აკავშირებენ, თითქოს მას რაიმე პოლიტიკური წარსული ჰქონია ნაციონალურ მოძრაობასთან, რაც თავის მხრივ, როგორც ჩანს, წყენის მიზეზი გახდა ნაციონალურ მოძრაობაში, მაგალითად ეს ეწყინა პეტრე ცისკარიშვილს, რომელმაც ასევე გააზიარა კიდევ ერთი ნაწყენი ადამიანის პოსტი გუგა სულხანიშვილისა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისთვის მიუღებელია, როდესაც კონკრეტული წევრები ამ ალიანსისა უარყოფენ ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირს, რაიმე კავშირს, ისე თითქოს ეს მათთვის სასირცხვილო იყოს, არა და ამ პოსტში გუგა სულხანიშვილი წერს, რომ პირიქით უნდა ეამაყებოდეთ მათ ეს კავშირი. ამ პოზიციას იზიარებს სწორედ პეტრე ცისკარიშვილი და პოსტის ქვეშ თავის მხრივ პეტრე ცისკარიშვილს ალიანსის წესები შეახსენა სწორედ თამარ ჩერგოლეიშვილმა, რასაც უკვე მოყვა დაპირისპირება და სიტყვიერი შეურაცხყოფა კომენტარებში. შეთანხმებას არ ღვევ პეტრე, რაღაცას რომ ხელს აწერ, მერე ის უნდა დაიცვა. მოდი ტოლი ნახე, კოჭი გააგორე რა. ტოლი კი არა, ზეხირი, გადამგდები, არარაობები ხართ და შემდეგ წრეზე მეხუთე ადგილზეც ვეღარ გახვალ თბილისში. შეუზარდელო ვირიშვილო, ან ლაპარაკს ისწავლი, ან უარეს გინებას მიიღებ. გაიგე შეხისთავიანო. აუ, რა სილამაზეა, ახლა ამას წავიღებ ალიანსში და ლამაზად ავხსნი, რატომ ხართ ლუზერები. აი ზუსტად, მაგ თბილისის მეხუთე ადგილზე ბჭობით აჩვენებ, რა უვიცით ხარ პოლიტიკაში. და რა მოკლევადიან, მხოლოდ არითმეტიკულ განზომილებაში გესმის სოციოლოგია და არჩევნები, შეუვიცო არარაობა. მაქსიმართლით ხომ დადის შენი პარტია, რომ მე უვიცი ვარ, ძვირფასო. გამეშვი ახლა შენ მიერ შეთანხმების დარღვევას ვარჩევთ ალიანსში, არ მცალია. უხერხულ მდგომარეობაში ჩაყარე თანაპარტიელები. Քոնի საქმე არ არის, ვინის რაცხვებადა. არავინ არ გათიშულია რეზი. თქვენი შეფასება ჩაითვალა შეთანხმების დარღვევად. რას ფიქრობთ ამაზე? ადამიანის არაფერს გეკითხებათ ძვირფასო სანქცირებულებო. უსაყვედურეს თუ არა პეტრე ცისკარიშვილს პარტიაში, სოციალურ ქსელში ამ დაპირისპირების გამო თამარ ჩერგოლეიშვილთან და იმ მიმართვების გამო, რომლითაც ის მიმართავდა სწორედ ჩერგოლეიშვილს კომენტარებში. პეტრე ცისკარიშვილს ამ კითხვებზე პასუხები დღეს ჟურნალისტებთან არ უპასუხია. პირიქით, მისი აგრესია შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული მედიის მიმართ აშკარად გამოიხატა დღეს ამ კითხვებზე პასუხების მიღების მცდელობისას. თავის მხრივ ფაქტია, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო პეტრე ცისკარიშვილმა პარტია, ვინაიდან მოგვიანებით ამ კომენტარებში დაპირისპირებას მოყვა ნაციონალური მოძრაობის განცხადება, სადაც პარტია წერს, რომ ისინი ემიჯნებიან ყველანაირ დაპირისპირებას და მსგავსი ტიპის თავდასხმებს ალიანსის წევრი პარტიების წარმომადგენელთა მისამართი და ამისკენ მოუწოდებენ პარტიის წევრებსაც. ისინი ამბობენ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა ალიანსმა შეინარჩუნოს ერთიანობა, ვინაიდან მათ აქვთ საერთო მიზანი.
გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიღწეული შეთანხმების ერთგულია, რაც გამორიცხავს პარტნიორ სუბიექტებზე ნებისმიერი სახის თავდასხმას. ვემიჯნებით ნებისმიერ თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე და მოუწოდებთ პარტიის ყველა წევრს და მხარდამჭერს დაიცვან აღნიშნული შეთანხმების წესები და მთელი ძალისხმევა ივანიშვილის დიქტატორული რეჟიმის დასასრულებლად ოპოზიციის ალიანსის გაძლიერებისკენ მიმართონ. ეს ბოქსი არ არის და ეს არ არის რაღაცა ქუჩის ბრძოლა არ არის. მე ვარ ქართული, მე ვარ პირველ რიგში საკუთარი თავის მხარისკენ. დაირღვა შეთანხმება ამ განცხადებით. არ მინდა ამ კონფლიქტის გაღვივება არ მინდა აქამდე ამ ოპოზიციონერებს, რომლებსაც განსაკუთრებული დაპირისპირება ჰქონდათ წარსულში, ეს ხალხი კი არ შერიგებულა, არამედ მორიგდნენ რაღაც შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის აღსრულებასაც ახლა ვცდილობთ. არ ვიცი, მათ კითხეთ, მე ერთი რამის თქმა მინდა, რომ აქამდე ვიზეც რა განცხადება გამიკეთებია, ყველაზე იგივეს აზრებს. არ ვიცი, სხვა იცვლის პოზიციებს თუ არა, მაგრამ მე ლევან სანიკიძეს ვიზეც რა მithქვამს, ზუსტად ის აზრი მაქვს ახლა. თუ ლევან სანიკიძის ამ კომენტარითაც ვიმსჯელებთ, აშკარაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 9 ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ ოპოზიციური ალიანსი შექმნა და საუბრობენ ერთობაზე, ერთნაირობის გარეშე, მიუხედავად ამისა, რჩება ის პოზიციები, რომელიც აქვთ და ჰქონიათ ხშირ შემთხვევაში წარსულშიც არაერთხელ ერთმანეთის მისამართით, რა პოზიციებიც საკმაოდ კრიტიკული არის ერთმანეთის მისამართით, მათ შორის, როდესაც ოპოზიციურ ალიანსზე და ალიანსის შიგნით გაჩენილ დაპირისპირებების ნიშნებზე არის საუბარი, მმართველი გუნდი ამბობს, რომ მათ შორის ეს დაპირისპირებაც მიანიშნებს ზოგადად თუ რა პოლიტიკური მრწამსი აქვთ მათ ოპონენტებს, ვინაიდან მაშინ, როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს, ეს აჩვენებს მათ პოლიტიკურ კულტურასაც, არა მხოლოდ ერთმანეთის მიმართ, არამედ ზოგადად იმის თაობაზე, თუ როგორია მათი პოლიტიკური იდეოლოგიაც. გარდა ამისა, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მიუხედავად აი ამ განსხვავებული პოზიციებისა, ოპონენტებს არ უნდა დაავიწყდეთ სწორედ ის, რომ თავის დროზე ამ ალიანსის წევრების უმრავლესობის პოლიტიკური წარსული იწყება სწორედ ნაციონალური მოძრაობიდან, რაც მათ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობად აქცევს და ასევე მაშინ, როდესაც საუბარი არის კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაზე, ჩვენ შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრისგანაც მოვისმინეთ, რომ არ არის გამორიცხული ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო სარჩელში დაზუსტება, კორექტირება შეიტანოს კონკრეტული პარტიების ჩამონათვალეს მიმართულებით და ამ მიმართულებითაც საუბრობენ მმართველ გუნდში. ძალიან კარგია, რომ ისინი თავს ვერ იკავებენ და კიდევ ერთხელ ახსენებენ ჩვენ მოქალაქეებს თუ რეალურად რას წარმოადგენენ. მათ ეზიზღებათ საკუთარი თანაპარტიელები. მათ ეზიზღებათ ჩვენი ქვეყანა, მათ ეზიზღებათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და ვერაფერი ვერ შეცვლის ამ დამოკიდებულებას მათში, ხომ როგორებიც იყვნენ, როდესაც ხელისუფლებაში იყო ნაციონალური მოძრაობა, ისეთები არიან დღეს და კიდევ უფრო გაბოროტებულები, ვინაიდან წყურიად ძალაუფლება. ძალიან საშიშხალსე არის საუბარი და რა თქმა უნდა, მათი ადგილი ყოველთვის უნდა იყოს პოლიტიკურ სანაგვეზე ჩვენს ქვეყანაში. აბსოლუტურად ყველა ეს პარტია იმართება ერთი ვერტიკალით. არანაირი შანსი არ აქვს, როგორც არ უნდა გადააჯგუფონ, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად აზროვნებენ და თავიდან ბოლომდე გაშიფრული აქვთ ამ გარეძალების სქემები. პიროვნულად მათი ურთიერთობა როგორიც არის სოციალური ქსელების აქტიურმა მოხმარებელმა მთელი ეს ეპოპეა კარგად იცის, ასე რომ ჩემი დახმარება მათ ერთმანეთის ეპითეტების შემკობლებში არ ჭირდებათ. რაც შეეხება პოლიტიკურ მდგენელს, ანუ ეს არის დაშლილ შეერთებული ნაციონალური მოძრაობა. აქ რა ნაწილი არის გულსფერი და რა ნაწილი არის იძულებითი ქმედება, ალბათ უფრო მეტად იძულებითი ქმედება არის, ვიდრე ასე ვთქვათ, ბუნებრივად სურვილი გაერთიანებისა. სარჩელთან დაკავშირებით, ანუ სარჩელი არის სამართლებრივი იურიდიული დოკუმენტი, ხო? ამიტომ სარჩელში უნდა იყოს ასე ვთქვათ, სიზუსტე მაქსიმალურად დაცული, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელი მიიღოს განხილვისთვის. ის, რასაც ქართული ოცნება თავის სარჩელში მოითხოვს, არის რომ სასამართლო განხილვის მოხდეს იმ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც ნაციონალურ მოძრაობას აქვს ჩადენილი ხელისუფლებაში ყოფნის დროს თუ ოპოზიციაში ყოფნის შემთხვევაში.
ახალი ოპოზიციური ალიანსის შექმნის შესახებ 9 ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ შეგახსენებთ, რომ 8 დღის წინ განაცხადეს და მაშინ მათ თქვეს, რომ ეს არის ერთობა, ერთნაირობის გარეშე, მათი მიზანი არის მართლ გუნდთან ბრძოლა და ამბობენ, რომ მათი მიზანი ასევე არის ერთიანი სტრატეგიით ბრძოლა. თუმცა ფაქტია, რომ არსებობს აშკარად განსხვავებული პოზიციები, არსებობს წარსული წარსულსა თუ აწმყოში დაპირისპირება და ბუნებრივია ამ დაპირისპირების ფონზე ჩნდება კითხვა, თუ რამდენად მყარი იქნება ეს ოპოზიციური ალიანსი ყველა განსხვავებით სხვა ყველა ოპოზიციური ერთობებისგანაც, რომლის შექმნის მცდელობაც ოპოზიციურ სპექტრში არაერთხელ ჰქონიათ. მადლობა, პირდაპირ ეთერში თამუნა ციკლაური საუბრობდა.